საკუთარი ქვეყნის წარსულით და ისტორიით დაინტერესებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ისტორიული ძეგლებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამჯერად უკვე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმზე უნდა გეამბოთ, რომელიც აქტიურად იღებს სტუმრებს. ახალი ფუნქციების მინიჭებით მუზეუმი მალე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი უკვე დაიწყო და 2027 წელს დასრულდება. თარიღი სიმბოლურია, რადგან ილიას 190 წლის იუბილეს ემთხვევა. ვნახოთ თეო მჭედლიძისა და ზურა ლომინაშვილის სიუჟეტი. სახლი, სადაც ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, ზედაზნის ტყისპირას, საგურამოში მდებარეობს. მამული მწერლის საცხოვრებელ სახლს, დამხმარე ნაგებობებს, ჭავჭავაძისეულ ბაღს და ვენახებს მოიცავს. ეს არ არის დანატოვარი სახლი. თავისთავად ძვირფასია და მნიშვნელოვანი დანატოვარი სახლები, მაგრამ ეს უკვე ილიას შემოქმედების ნაწილია. ისევე როგორც ლექსები და მოთხრობები და პუბლიცისტიკა იყო ილიას ნაფიქრი და შედეგი მისი შემოქმედებისა, ისეთი სახლი არის ეს. და ამ სახლს კიდევ ერთი სევდიანი ისტორია ისიც აქვს, რომ ილია აქ მოდიოდა ამ სახლში. და ეს სახლი და ეს გზა ილიას გოლგოთაც იქცა. აქ მოასვენეს ილია სიკვდილის მერე და როგორც მემუარებშია ცნობილი, თვითონ ილიას სხეულის ნაწილებიც კი ამ ეზოში არის დაკრძალული. გარდა იმისა, რომ ამ სახლის მშენებლობას ილია პირადად ხელმძღვანელობდა, ის ასევე აქტიურად იყო ჩართული სამეურნეო საქმეშიც. მამულის ეზოში მწერლის ხელით დარგული რამდენიმე ხეა. როგორც ამბობენ, მშენებლობის დროს ის ისე უფრთხილდებოდა ნარგავებს, რომ სახლის გეგმარებაც კი შეცვალა. დასრულებას ვერ მოასწროა პირველი სართული, იყო მიწური. მაღლა მესამე სართულზე რომ ნახოთ, იქ არის მყარი, რომელიც სახურავზე გადის. როგორც ჩაფიქრებული ქონდა, რომ სხვაგვარად მიემატებინა კიდევ ამ სახელისთვის, მაგრამ ესეც არ დასცალდა. ვინც ახლოს იყო ილია ჭავჭავაძესთან და საერთოდ ვისაც შეეძლო ამგვარი კითხვების დასმა, იმათ კითხეს, რადგან ილია ამხელა სახლი, შენ ხო შვილი არ აყავს. ილიას ჩაეცინა, თქვენ რა იცით. როგორც ჩანს, ახლა რა შეუძლებელია ილიას თავისი და რა თქმა უნდა იცოდა კიდევაც ვინ იყო, რა ძალის მატარებელი იყო და რა მნიშვნელობის ადამიანი იყო ის თავის ქვეყნისათვის. და როგორც ჩანს, ჩვენთვის დატოვა ხო ეს სახლი და ჩვენთვის აშენებდა მომავალი თაობისათვის. რთულია გაიგო რა იყო ილიას ჩანაფიქრი. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ მწერლის გარდაცვალებიდან ერთ წელში ეს ტერიტორია ილიას ქვრივმა, ოლღა გურამიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საკუთარი სურვილით გადასცა. ასე დაიწყო ილიას სახლის ახალი და არც თუ ისე მარტივი ისტორია. აქ უნდა გახსნილიყო და გაიხსნა კიდევაც 1908 წელს ბავშვების დაწყებითი სასწავლებელი საგურამოელი ბავშვებისთვის. ამის შემდეგ, როდესაც რევოლუცია მოხდა, მე გადაკეთდა ეს სახლი სასოფლო სამეურნეო სასწავლებელი გაიხსნა აქ. მაგრამ მე ის სასწავლებელიც გაუქმდა და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელ სახლად იქცა ეს. აქ 1959 წლამდე იყო ეს დასასვენებელი სახლი. პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს გიორგი ლეონიძის ძალისხმევით დაარსდა, რაც ცნობილ პოეტს ძვირად დაუჯდა. უბნებოდნენ კიდევაც რა თქინდა, არგუმენტი ჰქონდათ, რომ სახლი, სადაც დაიბადა ილია ჭავჭავაძე, ყვარელში არის უკვე მუზეუმი, ეს მეორე მუზეუმი არ გვინდა. მაგრამ გიორგი ლეონიძემ თავისი გაიტანა და სხვადასხვა შეეწირა კიდევაც გიორგი ლეონიძის თანამდებობა აი ამ მუზეუმის გახსნას. რისკიანი ნაბიჯი იმის მცდელობით გაგრძელდა, რომ სახლისთვის ისეთი იერი დაებრუნებინათ ილიას ცხოვრების წლებში რომ ჰქონდა. დროთა განმავლობაში მუზეუმმა სხვადასხვა საცავსა და კერძო კოლექციებში გაფანტული ილიასეული ნივთებიც დაიბრუნა. 50-იან წლებში, როდესაც გიორგი ლეონიძემ ჩაუდგა სათავეში ამ მუზეუმის გახსნას, უკვე გახუნებული იყო კედლები და წაშლილი იყო თითქმის ის როგორიც რა ორნამენტებითაც იყო მოხატული ეს კედელი და მე აღდგენინა ეს ორნამენტი გიორგი ლეონიძემ გუდიაშვილს. და გუდიაშვილის სახელის დაუკავშირდა აი აქაურობას.
მუზეუმში ბევრ ასეთ ამბავს მოისმენთ. აქ ზუსტად იციან თითოეული ნივთის მნიშვნელობა, დანიშნულება და ისტორიული ღირებულება. ეს არის აი თავში საქციელი იყო. თითოეული ნივთი მუზეუმის ადამიანის სულს ინახავს. და ამ სულის გადაცემა ხდება, ოღონდ მოსმენა უნდა ამას ყველაფერს განცდა. 51 წლის 27 მაისს გაიხსნეს მუზეუმი და მას შემდგომ ფუნქციონერებს და იღებს დამთვალიერებებს. ხანგრძლივად მხოლოდ ერთხელ დაიხურა ეს მაშინ, როდესაც ჭერი ჩამოინგრა და კიდეც მოცი დაივანი. აი მაშინ დაიხურა სრული რეაბილიტაცია მოხდა ამ მუზეუმისა და მერე განახლებულმა მიიღო უკვე ჩვეულებრივად თავისი მნახველი. დღეს სახლ-მუზეუმის გადარჩენის საკითხი აღარ დგას, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და სიცოცხლის უნარიანობა. იმის მიუხედავად, რომ აქაურობას არც დამთვალიერებელი აკლია და არც ღონისძიებები, რომლებიც ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელთანაა დაკავშირებული, ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ამ ადგილს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. დაბლიდან იქნება შემოსასვლელის გადაკეთება, იქ იქნება სალარო, იქ იქნება კაფე, იქ იქნება დაცვის ოთახი, იქ იქნება ყველაფერი, რაც ჭირდება მუზეუმში, რომ მოდიხარ. და მერე იქ უკვე ადმინისტრაციული შენობა სადაც აშენდება, ჩვენ არა გვაქვს საგამოფენო დარბაზი და იქნება საგამოფენო დარბაზი. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება საკონფერენციო დარბაზი, ფონდები გადავა და აქაც აღდგება და პირველი სახე უფრო დაუახლოვდება ეს სახლი. პარკი უნდა განახლდეს. უნდა გარე განათება გაკეთდეს, სარწყავის სისტემა უნდა მოეწყოს. არის ძალიან ბევრი რამ არის რა. ეს მუზეუმი უნდა იქცეს სკოლად, სადაც ისწავლით ცხოვრებას ილიასთან ერთად. ილიას სახლ-მუზეუმი თითქმის ყველა იმ ფუნქციას დაიბრუნებს, რაც სხვადასხვა დროს ჰქონდა მინიჭებული. უცვლელია მთავარი მნიშვნელობა. ილიას როგორც ეროვნულობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების საუკეთესო მაგალითის არსებობა ყოველდღიურობაში. პროექტი განხორციელების საწყის ეტაპზეა და 2027 წელს დასრულდება.